თავი შეწირა ქვეყნის სიკეთისთვის და ეგ რა ლაპარაკია არ ეკუთვნის მაგ ხელა თანამდებობის პირს ამ ხელა განათლებულ ადამიანს ასეთი რაღაცა ეს რომ მქონდეს გულში არც უნდა გამჟღავნოს და არც უნდა თქვა რატომ ამბობენ ამას საზოგადოება უსმენს ეს როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა თქვა ახლა რატო ამბობს ამას რატო ამჟღავნებს სისულელებს ამჟღავნებს ჯერ ერთი რაში ჭირდება როდინდელი მას ომის დროინდელ ამბებს რო იძიებს ეხლა მაგაზე მეტი გამოსაძიებელი არაფერი არა აქვს 14000 ხელფასები დაინიშნეს კაბინეტებში შედან და ჩვენ 450 ლარით პენსიონერებმა უნდა ვიცოცხლოთ წადი წამალი რა ღირს ერთი და ავანტყოფობა დაგჭირდეს რა ღირს კბილს თვალს არ გაფინანსებს კბილს არ გაფინანსებს რა არის შენი ციტრამონი და ისა ვის რა ჭირდება ისა საერთოდ სიტყვაზე ვამბობ ამ პრობლემების გადასაფარად აკეთებენ ახლა არ ვიცი რა ვიცი აბა რა მაგათავში რაღაც ახლა მე პოლიტიკოსი არა ვარ შულო ვერ გეტყვით მაგრამ ყოველ შემთხვევაში არასწორია ეს ესეთი გამოსვლა არასწორია როგორ შეიძლება კაცს წიხლით შედგნენ და არ შედრკა და სასიკვდილოდ გაიმეტა თავი არ თქვა მაინც სისულელე კაცო როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა მე არ ვიცი აი რა უნდა იყო ვინ უნდა იყო რა არსება იყო რომ ამ წუხელიძეზე ეს თქვა ამის კომენტარით არ მინდა ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა სამსახურება აი ახლა ოცნების მიერ ამ თემებში ნუ არ ვიცი ვერ გეტყვი ეს რა მიზანია მაგ ეკალი მე არის არაადეკვატურია მე არ ვიცი რა სამსახურება რა უნდა მაგით ზიზღის მეტი იცი რა მცდელობა ის ხალხი ვინც მაგათ მხარეზეა აი ის მოაქციონ აი რაღაც ვაკუუმში რაღაცა უჩიჩინონ ისეთ რომ მართლა ესე იფიქრო მართლა გეუბნები ეს სხვა რა მცდელობა უნდა იყოს ეს არის არ ვიცი აი რა ქვია მწვენია ვერ მართლა მწვენია ვერ ვიტყვი ამას ქვია უზნეობა ამას ქვია ღალატი მოვადრო და ხალხი როგორ მოიხსენიებს მაგათ აი ნახავთ შეიძლება მე ვერ მოვესწრო მაგრამ თქვენ მოესწრეთ ვერ გადაწერენ ანუ ისტორია ვერა გამორიცხულია რომ გადაწერო თქვენ გონიათ რომ გადაწერენ ან წუხელიძის კადრებს რო უყურებს აი მე არ ვიცი ან წუხელიძის კადრებს წამების კადრებს რო უყურებს შეიძლება ადამიანმა ეგ თქვა შეიძლება არაფერი გეუბნებით მოვა მაგათი დრო ნამდვილად ანწუხელიძე ესნაირი გმირები ღმერთმა გვიმრავლოს უაზროდ გაწეული გმირიაო ასე ვიქნა არა ნამდვილად არა სამშობლო შეეწირა ეგა ანწუხელიძე ნამდვილად გმირია მეტი სხვა აზრი არ ამ თემამ რატო წამოიწია სწორედ ახლა ამდენი წელი გავიდა და თან ხელისუფლებაშია 13 წელი ქართული ნუ ოცნება ეხლა ხალხი რომ მოატყონ და არწმუნონ რომ ესენი მართლები არიან სამური ცხოვრება გვაქვს და ამ დროს არა გვაქვს სამური ცხოვრება. ხო, აი, საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ანწუხელიძის გმირობის დაკლინებას ცდილობენ და ამასთან აი აფასიძეების გმირებად გამოყვანის ცდილობა. თქვენ რა გსმენიათ აფასიძეებზე? აფასიძეებზე დიდი არაფერი არ მსმენია, მაგრამ ახლა Facebook-ში რაღაცები წავიკითხე. მაგრამ ჩემი აზრი ჯერჯერობით ამაზე არ აქვს. ისე შეიძლება და მაგომის აცილება და იმ კაც ჩაცხარი რო იყოს ეს ის შეიძლება და როგორ შეიძლება და ომამდე მისვლა უნდა 2003 წელს საერთოდ არ იყო არც როლა და არც არაფერი ჩვეულებრივად ერგინეთში დავდიოდი გადამქონდა თურქი არც ოსებთან მქონია კავშირი და არც აფხაზებთან გადახვიდე მე შეასრულე შეგეთა და ანუ უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის ეს სწორი შეფასებაა? ახლა თქვენ ახლა ასე თქვა თეატროლოგია. ვიცი რომ თქვა მაგრამ მარტო მაგ არ ვთქვა მაგის გარდა სხვა ამას თქვა და ამაზე რა რეაქცია გაქვს? უაზროდ არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე აბსოლუტურად არაფერი არ ხდება რა თქვა იმ კაცმა რაც შეიძლება და ყველა ადამიანს გაიგეთებია ეს გააკეთა ყველა საუკეთესო თვისებები გამოავლინა ქვეყნის წინაშე მაგაზე არ განიხილება პიროვნებაზე არ განიხილება აფასიძეებზე რა გსმენიათ? ესეც ხო განხილვის თემა ამ კომისიაში. ხო, აფასიძე აქცენი შეძლოთ დაეჭირათ აეყვანათ საათს უნდა მაგრამ ადგილობრივად ესე რა გსმენიათ მათზე ვინ იყვნენ?
არა, როგორც ამბობენ, მე ახლა არ შეხება მქონია ისე კრიმინალები იყვნენ, როგორც ამბობენ. აფრასიძეებზე ნამდვილად არ მსმენია არაფერი. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ აქტიურად ვადევნებ თვალს მედია საშუალებებს, ეს იქნება სამთავრობო თუ არასამთავრობო და ნუ რაღაცა ჩემი წყაროებიდან ნამდვილად არ გამიგია არაფერი. ჩემს გარშემოც არავის არ უხსენებია. თუ ვინმეს რამის გამოძიება უნდა და 12 წელი ჰქონდათ მაგისთვის დრო და აი ანწუხელიძეს რაც შეეხება, უბრალოდ ამ ქვეყანას ქმნიდნენ გმირები და არა ცუცურაკები. აი რუსეთს რაც შეეხება, საჯარო სივრცეში გამოჩნდება ეს ვიდეო და არ ვიტყვი უბრალოდ რასაც ვფიქრობ რეალურად, იმიტომ რომ ძალიან ცუდად უნდა მოვიხსენიო და შეიძლება ეხლა მე აქ მშვიდად მივდივარ და ბევრი ძალიან მშვიდად არის რა, მაგრამ არჩევნების დღე მოვა და უბრალოდ არ გავატარებთ რა მაგას. და თითოეული ადამიანი იმახსოვრებს ნებისმიერის ნათქვამ სიტყვას. ბოლო 12 წელი გაიძახოდნენ ნაციონალები გვიშლიან ხელს, ნაციონალები, რავი, არ გვაძლევენ ამის საშუალებას, ამათი ბრალია, ყველაფერი ამათი ბრალია და რა ვიცი, დღეს შეხედეთ რა ხდება ქვეყანაში, არაფერი კარგი. ვისი ბრალია რა, ვინც მთავრობაშია, ალბათ იმისი ბრალია. არ მგონია, რომ რაღაც 12 წელი, როდესაც გააქვს იმის საშუალება, რომ მართო ქვეყანა და თუ მართლა ის გინდა რომ საკუთარი ხალხი და საკუთარი ქვეყანა ფეხზე იდგეს და რაღაცა თავმოყარეობა არ კონდეს დაკარგული, მაშინ ანუ საკმაოდ დიდი დრო არის ჩემი აზრით რა. არავინ არ ამბობს რომ რომი ერთ დღეში აშენდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ნუ რავი, 13 წელში რამის გაკეთება შეიძლება იყოს 13 წელი. თითოეულ ჩვენგანისათვის ამწუხელიძე არის გმირი. ის არის ოკუპაციასთან, რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი ჯარისკაცი, საქართველოს მოქალაქე და მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ქართველი და არც ერთი ქართველი ჯარისკაცი, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის დასაცავად არ მიდის ომში. და მე ვთვლი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და მით უმეტეს მმართველი ძალა უნდა იყოს გონიერი და პარტიულ ინტერესზე უფრო მაღლა უნდა დააყენოს სახელმწიფო ინტერესი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინტერესი უგულობელყოფილია და ვხედავთ, რომ ფასეულობები აღრეულია, ჩვენ კრიმინალებს გმირებად ვრაცხავთ და გმირობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვსვამთ. ეს არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სამართალი ურმიდადის დღეს თუ არა, ხვალ თუ არა, ზეგ აუცილებლად თავის სიტყვას იტყვის და აუცილებლად ისტორია იქნება ყველაზე და დრო იქნება ყველაზე დიდი მსაჯული და ნახავს, რომ ანწუხელიძე მართლა უკრავია და მართლა გმირია საქართველოს. არავითარი რეაქცია არ მქონდა, ვიცოდი რომ შტერი ლაპარაკობდა. ეს არის ვის გულისხმობ? ვის გულისხმობ, ვინც მაგას ამბობდა. რა, ხო უნდა იცოდეს რა უნდა თქვას, რა არ უნდა თქვას. როცა ეკრანზე გამოდიხარ, მაშინ არ უნდა იჭორაო. შტერ საზოგადოებას ხარ ელაპარაკებიან. თვითონ გამოყავ თავის შტერად. თუ ჩვენ ახლა ხო ვიცით რა ხდება ქვეყანაში. ეგენი არიან თავის მტრები და რაც თავარია პირველ რიგში აქვე არის ეს კაცი ივანიშვილის მტრები. ივანიშვილმა არის ის ესენი რას აკეთებენ? ივანიშვილმა ისიც თავი ვის ეკუთვნის? თავის ცოლშვილს ეკუთვნის თავისი თავი? ვის ეკუთვნის და ვინც მაგას ურჩევს ესეკენი. ის რომ მაგის მტერია ვერ ახდება. არ არიან დამოუკიდებლები, ლარის გულისთვის გაყიდიან ყველას და ყველაფერს. ისეთი გაჭირებულები არიან, ტვინის მხარე. რა უნდა ეხლა მაგას თქვას, რომ კი ბატონო, არჩევნები ჩაატარეთ, კი ბატონო, დავჯი ვინც ახალგაზრდებს დაესია და ყოფა უტირა, მე რა თქმა უნდა დავჯი მაგათ. თავთავდა. რა არის ამაში არჩევნებლები? ესე იგი, ყველა ვინც მისი ირგვლივ არის, ყველა მისი მტერია. ის რაც ვიცით, ცდილობენ რომ შემოატრიალონ, სულ სხვა მხრიდან დაგვანახონ. ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ წინა საუკუნის დასაწყისში, ზუსტად იგივე პროცესები გაიარა ამ ქვეყანამ და რა ვიცი, ის ჩვენი საუკეთესო
მწერლები ვინც იყვნენ ყველანი შემოგვასაღეს და გვასწავლიდნენ ისე რომ იყვნენ ქვეყნის მტრები და დღეს ანუ რაღაცნაირად ისევ იგივე ხდება დღევანდელობაზე ვიტყვი საერთოდ ძალიან გულისამრევია ის 90-იან წლებში რაც ჩვენ გავიარეთ ანუ ის იგივე ამოაბრუნეს უკან მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი 90-იანებში საერთოდ რა გავიარეთ და საერთოდ კი მაგ ყველაფერს გულისხმობ რომ ყოველდღიურად ისეთ რეჟიმში ვცხოვრობდით ვიღაცა გაიტაცეს ვიღაცას ეს უქნეს იქ ჩემ დეიდაშვილს რამდენჯერ ყურები ჩამოახიეს საყურეები წარდვეს რაღაც დუბლიონკა გაახად ანუ ეს ყველაფერი გავიარეთ როგორღაც და რაღაცნაირად და რაღაცა მოწესრიგდა და ეხლა თითქოს კვლელებს ძეგლებს უდგამენ რუსული ხელწერაა რომ შავი თეთრად მოგვაჩვენონ თეთრი შავად და საბოლოო მიზანი ის არის რომ ხალხი დაამონონ კრიმინალებზე გვეუბნებიან რომ თურმე რა ვიცი საწყლები როგორ მოექცნენ